არიქა ხელისუფლებას ახლა ნაცები ჩამოიღებენ და ამიტომ გავექანოთ და 51 მოუხაზოთ, ეგ არის ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური აქტივი. აი, რო ჩამოთვალთ მაგალითად ყველაზე ძვირფასი რა აქვს ქართულ ოცნებას, ეგ არის პირობითად ვივამეთში ლუქს პალატაში ჩამჯდარი მიშა, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც დათა თუთაშხიაშია ეს ორმოში რო უზით კაცი და ვითომ ზარი რო უნდა დარეკოთ და ისინი რო თხრიან, აი მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია ეგრე თხრის და სინამდვილეში ოცნების საქმეს აკეთებს და მიშა იგზის იმისთვის, რომ ამათ ამ თხრის ენთუზიაზმი არ დაუვარდეთ და ჩვენი მესიჯი არის ძალიან მარტივი ხალხო. არაფერი გადატრიალება არ ხდება, სიმშვიდეა ქვეყანაში და გააქვთ უნიკალური ფუფუნება და შესაძლებლობა უბრალოდ ვისი ხედვებიც მოგწონთ, ვისი იდეების მოგწონთ, იმას მიცეთ ხმა და ყველა მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები ვინც იყვნენ ადრე, ის ხალხიც თან ხვდება, რომ ამ ხელისუფლებას წესიერი ოპოზიცია თუ არ გაუჩნდა, რომელიც რეალურ თემებზე მიაწვევა მას, ძალიან თავს გავიდნენ და ზედმეტებში არიან გადასული. ამიტომ ალბათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად გაქვთ მაგის შანსი და მოგიწოდებთ, რომ ნუ გეშინიათ, გააკეთეთ არჩევანი, თქვენ რაც გაწყობთ პირადად, თქვენ ოჯახს რაც აწყობთ პირადად და თქვენ სამშობლოს რაც აწყობს იმითი გადაწყვეტეთ. კონსერვატორების საქართველოსთვის